გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვარ ყოველ გადაცემაში, მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაც განსაკუთრებულია ჩემი პასუხისმგებლობა. ვიცი რომ მე ნაკლები უნდა ვისაუბრო და თქვენს საშუალება მოგცეთ რომ უსმინოთ ადამიანს, რომლის სიტყვა დღეს ძალიან დიდი შემოძახილია. სწორედ იმ ჭრილში, რასაც ქვია ქართული საქართველოს დიდი მისია, ქართული მისია მსოფლიო მასშტაბის. ძალიან სასიამოვნოა ის რომ ყველაფერი ეს რაც ამ ბოლო პერიოდში ბატონმა ალეკო ცინცაძემ ტექნიკური მიმართულებით, მაგრამ მათემატიკური მიმართულების მქონე პიროვნებამ აშკარად სრულიად სხვა ძალა მიცა იმას, რასაც ქართული ქვია, იმიტომ რომ როგორ ჩანს ღვთიური ყველაფერი კანონზომიერებებს უკავშირდება და კანონზომიერება იზომება და იზომება ის მათემატიკით. პლატონი ამბობდა რომ თუ მათემატიკა არ იცი, ლექს ვერ დაწერო. მე ვნახე ის რომ თუ მათემატიკა არ იცი, შეიძლება ვერ იქართველო, ისეთი განწყობა ჩამოაყალიბა ბატონმა ალეკომ და ამიტომ ყოველთვის ქართველი ისწრაფოდა ანგარიშისკენ, მათემატიკისკენ და ბატონმა ალეკომ გვირგვინი დაადგა ყველაფერი ამას და ალბათ სამომავლოდაც გჭირდება ეს, იმიტომ რომ ჩვენ ინტელექტუალური ქვეყანა ვართ, ასეა ისტორიულად. მოვდივართ როგორც იტყვიან ცივილიზაციის სათავეებში ვიდექით და ცივილიზაციის მწვერვალზე ვიყავით ყოველ ეპოქაში მიუხედავად გაჭირვებებისა. დღეს ამ ქვეყანას სჭირდება ერთი რამ, რომ პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა უნდა დასრულდეს და უნდა დაიწყოს მეცნიერების ერა. მეცნიერების ერა დაკავშირებულია ინტელექტუალურ ქვეყანასთან. საქართველოს ვერაფრით ვერ შეძლებს ასე იგი სხვანაირად იყოს ცნობილი მსოფლიოსთვის თუ არა ინტელექტის ინტელექტი არის ჩვენი მთავარი საზომი, განზომილება, ამით მოვედით ჩვენ აქამდე. მე არ მინდა ამ დეტალებში შევიდე, იმიტომ რომ ისეთ პიროვნებასთან ვარ ჩვენ აქ და მე მის გამოსვლებს დავსდებ. და ამ ბოლო პერიოდში ვნახე რომ სტუდენტობის წინაშე გამოდის 20 წუთიანი გამოსვლა, მაგრამ 1-3-4 ჯერ მოვისმინე, ბევრს გაუგზავნე, ურჩიე რომ ნახონ და ჩემთვის ვიფიქრე რომ მე რომ მწოდნებოდა მოვიდოდი მე სტუდენტებთან ერთად დავჯდებოდი და მოვისმენდი ამას, მაგრამ რადგან ეს ვერ შევძელი, აი დღეს მინდა რომ თქვენ იგივე განწყობით მოისმინოთ ბატონი ალეკოს ვთქვათ მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით. ეხლა რომ არ გაგიკვირდეთ თქვენ რომ ნუ მაინც მე პოლიტიკასთან დაკავშირებული პიროვნება ვარ და ამიტომ ეხლა მე რაშვაშია ეს ისო თავშია ბატონებო, იმიტომ რომ საქართველოს სულიერი მისია. საქართველოს სულიერი მისია არის სწორედ აი საოცრად ავმაღლდი, როცა მოვისმინე რომ ყოველი ენა 100 წლის განმავლობაში 10%-ით იცვლება. ვეფხისტყაოსან ჩვენ ვერ წავიკითხავდით, დღეს რო ასე მომხდარიყო, მაგრამ იმის გამო რომ უფლის ენაა, ამის გამო ის ვერ შეიცვალა, იმიტომ რომ იმდენად მყარი, მდგრადი რამა აქვს და იმდენად ბევრი რამეა დავანებული ქართულ სიტყვაში. და ისიც საოცრად გამიხარდა რომ ნიკომარი ქუთაისში ბაღი რო არის მერის წინ, ის ნიკომართანაა დაკავშირებული იცით თქვენ და ამიტომ გამიხარდა რომ ნიკომარს როგორი გამონათქვამი ქონია თამარ მეფის ეპოქა რო გაგრძელებულიყო, ინგლისელები და ფრანგები ერთმანეთთან ქართულ ენაზე ისაუბრებდნენ. საოცარი რამეები თქვენ ამ ქრისტესთან დაკავშირებით 20 პრეზიდენტი დადიოდა და როგორ მოხდა იმის აღმოჩენა, როგორი იყო ასე იგი ეს ყველაფერი სასაულია, ნუ უბრალოდ მინდა რომ ყველა მიცოდეს და ამიტომ ვთხოვე ბატონ ალეკოს, მაგრამ ეს არ არის ბატონ ალეკო მთავარი, კიდე რისთვისაც მე მინდოდა რომ ჩვენ ერთად და მე ამ შემთხვევაში როგორც პოლიტიკოს მეთქვა ერთი რამ რომ ისტორიულად გახდა ცნობილი ჩვენ მეცნიერთა კონგრესში როცა ვნახეთ რომ როდის იყო საქართველოს მძიმე მდგომარეობაში, როცა ქვეყნის შიგნით ჰქონდა დაპირისპირება. და რაც უფრო მძიმე იყო ეს დაპირისპირება, მით უფრო ცუდად ცხოვრობდა ხალხი. მაგრამ აშკარად ისტორიამ დაადასტურა, რომ თუნდაც ქუჯისა და ნუ ისე რომ იმას უარი თქვა, იგივე იყო მე ბაგრატ მეფე როგორ გახდა, ანუ როგორ ერთიანდებოდა ქვეყანა, ვიღაცა რაღაცაზე ამბობდა უარს და ეს ხდებოდა შეერთების საშუალება რა ჩვენთან. არის რაღაც საკითხები, რომელზეც ჩვენ
აი ყველა და ამიტომ ისტორიულად ცნობილია ისიც რომ საქართველოს ერთიანი იყო მაშინ, როდესაც ჩვენ ერთმანეთთან საუბრობდით და ერთმანეთთან სალაპარაკო ენას პოულობდით. ბიბლიური რამ უდევს მეცნიერთა კონგრესს საფუძვლად რომ მთავარი ერთობა, მთავარი სამშობლოა, სადაოში თავისუფლება, სადაც გინდა პარტიაში იქ იყავი და კი ბატონო არავითარი ის არ არის, მაგრამ ყველაფერში სიყვარული, ანუ ეს არის ის რაც თუნდაც სიყვარული აგვამაღლებსო აი ამ დიდი სიმით რომ გვაქვს ყველას და გულზე უნდა გვეწეროს და გულში უნდა გვეწეროს. მე უბრალოდ მინდა ვთქვა რომ ვერ შეასრულებს საქართველოს სულიერ მისიას თუ ქვეყნის შიგნით ერთობა არ იქნება. მე წინასწარ ვამბობ ამას და მე ბატონ ალეკოს სრულად აბსოლუტურად არაფერში მე თუ რაღაც პატარას მოსაზრებას გამოვთქვამ თორე და ან კითხვას დავსვამ თორე არაფერში არ ჩავეჭრი იმიტომ რომ მე მინდა რომ გარკვეულწილად ჩემს მოსაზრებებს და ჩვენს მოსაზრებებს ექსპერტიზა გავუკეთო რომ აი რატომ არის მეცნიერთა კონგრესი გამოკვეთილად ამბობს დღეს რომ თუ ჩვენ ქვეყნის შიგნით ერთობა არ გვექნება და თუნდაც ქვეყნის გარეთ წასული ადამიანი ერთობაში ვერ მოთავსდებით ჩვენ ძალიან ვერ შევასრულებთ იმ მისიას რომელსაც საქართველოს სულიერი მისია ქვია მე ვხედავ რეალურად რომ ჩვენმა მეცნიერებმა დაადასტურეს და თქვენ ახლა ტექნიკური მიმართულებით ხართ ბატონი გახოკიძე და სხვები რომლებიც არიან სოფლის მეურნეობის ხაზით ჩვენ გვეუბნებიან იმას რომ აგრადემიანი მით უფრო აგრესიულია რაც უფრო მეტ საჭმელს ams რომელშიც ტყვია და გარედან შემოსული საჭმელში ძალიან ბევრი დიდი რაოდენობით არის ტყვია და ამას ეს არ არის მთავარი რაც მე მინდა ვთქვა რომ 80% გარედან შემოტანილი პროდუქტით იყოს როცა 90% იყო 80% დღეს გარედან შემოტანილი პროდუქტია ამერიკელებმა დაადასტურეს რომ თუ საქართველოს ანუ ქვეყანა ჩვენ ვართ იმ სამეულს არცდება საქართველოს სადაც მიწა წყალი ჰაერი სითბო ესე იგი ისეთი უნიკალურია რომ ამ მოწეულ პროდუქტს თუ ჩვენ მივიღებთ ჩვენ ინტელექტით თელ მსოფლიოში ვიქნებით ერთ-ერთი გამორჩეული და თქვენ რომ საუბრობთ იქ ისრაელზე და სხვაზე ისინი შეიძლება ვერც მოახლოვდნენ ახლოს ჩვენ არავის არ ვეჯიბრებით ჩვენ ვლაპარაკობთ ისტორიულ სამართლიანობაზე ამ შემთხვევაში ამიტომ ჩვენ სწორედ აი მეცნიერთა კონგრესში ამაზე რომ საუბრობთ თქვენი აღმოჩენები ანუ ესე იგი რომ თქვენ სასწაული ის გააკეთეთ და მე მოსწავლე გაზარდეთ ისეთი კიდე რომელიც ჩვენთან ლუკა კაზანჯი ნუ რა ვიცი რა გითხრათ ახლა აღმოჩენა და მე თქვენს გზას გაყვა კიდე ბატონი გია კვაშილავა ბევრი სხვა ვინმე რომლებმაცაც თქვენ სასწაულად დიდი რამე დაიწყეთ და ბევრი ვინმე არბა თქვენ ვერ გიგებთ იმის გამო რომ თქვენ მათემატიკა შემოიტანეთ იქ სადაც თითქოს ყველას ეგონარი მათემატიკა არ უნდა ყოფილიყო მაგრამ თქვენ ამით გააძლიერეთ ის რომ სამყაროს შემქმნელი არის უფალი და უფლის ენა არის სწორედ რა ის ენა რომლითაც დაიწყო და რაღაც ციფრების ენა რომ ქართული სიტყვა შეიცავს ისეთ საიდუმლოს და ისეთ რამეს ინა მიწას არ აქვსო თქვენ ბრძანებთ იმას რომ იმდენი ინფორმაციის შენახვის საშუალება როგორც ქართულ სიტყვაშია რომ კოდირებული იყო ყველაფერი სასწაულია ბატონო ალეკო მე მინდა გითხრათ რომ მადლობა თქვენ იმისთვის რომ მე განმანათლეთ ძალიან ბევრი რამ მე მეგონა რომ ჰუმბოლდტს რო ვკითხულობდი და რომ წერდა ჰუმბოლდტი რომ ენა სახლია და ყველა ადამიანი ცხოვრობს მისიანით აშენებულ სახლშიო და რაღაც მომწონდა ისინი მაგრამ თქვენ ისეთი ფორმულები შემოიტანეთ რომ დამავიწყდა ჰუმბოლდტიც და ყველა და დიდი მადლობა და სიტყვა ბატონ ალეკო ცინცაძეს მეცნიერს ესე იგი მათემატიკური და ტექნიკური მიმართულებით დოქტორს მე მახსოვს მას ვიცნობ იქედა როდესაც კომპიუტერიზაცია იწყებოდა სათავეებთან იდგა მახსოვს თქვენი ესენი იყო რაღაც სასაული რამ და როგორ ჩანს ამ ეპოქამ თქვენ ბევრი რამ მოგცათ ამ მიმართულებით და რა ვიცი ბედნიერებაა ქვეყანა როდესაც ასეთი ადამიანები ყავს და სიტყვა ბატონ ალეკო ცინცაძეს დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის ამ ტელევიზიასთან მე მეგობრობ ჯერ კიდე როდიდან როცა მათემატიკოსებთან ერთად ვიწყებდით და თქვენ სტუდია ოდნავ იქეთ საავიაციო ქარხნის ტექნიკო მაშინ წერდით რაღაცებს მოკლედ კვლევები ძალიან შორს წავიდა რაც უფრო დრო გადის მით უფრო ღრმა შრეებში გავდივართ ესაა მათემატიკური ლინგვისტიკა ამდენად ნუ ეწყინება ნურც უნივერსიტეტს ნურც აკადემიას თუ ეს ენათმეცნიერების სფერო არ არის ეს არის კრიპტოგრაფიის სფერო ესა სადაც კრიპტოს დაფარული გრაფია წერა დაფარული წერა
სოფლიო იცნობდა ორ ხელოვნურ ენას აქამდე მე პირდაპირ საქმეზე ამისთვის ეს არის ებრაელი კაბალისტების ენა და ძველი კოპტური ეგვიპტელი ქურუმების ენა და ეხლა აღმოჩნდა რომ ძველი ქართული აი თუ დაშიფრულია რამე სწორედ ძველი ქართული გახლავთ ძველი ქართული ის ენა რომელიც ფარნავაზმა ამოიტანა სრულიად დაშიფრულია თავიდან ბოლომდე ამდენად ბიბლიური ის რომ ბაბილონის გოდოლის მშენებელთა ენა არსებობდა რეალურად როგორც ჩანს არსებობდა ამიტომაც მტერი ერჩოდა მას და 612 წელს აოხრა ნინევია ასურეთის ქალაქი იყო მაგრამ ბიბლიურად იყო სწორედ ის ქალაქი სადაც ერთი დედაენა ჩამოყალიბდა რომელიც მერე ყველამ დაინაწილა და დაამახინჯა მხოლოდ ერთმა შეინახა უცვლელად და როგორც აღმოჩნდა ისეთი სწორედ ბედნიერი ხალხი სწორედ ჩვენ ვართ ქართველები და სწორედ ისინი ვართ რომელზეც ბიბლია ამბობს ნუ მოვიხსენიებთ პირველთა რამე თუ უწინარეს ჩვენ და არიან პირველებს ნუ ვახსენებთ იმიტომ რომ ჩვენზე წინ იყვნენო სწორედ ისინი ვართ ჩვენ და როგორც აღმოჩნდა ჩვენთან გამეფებული იყო ასეთი შეხედულება ვინ იყვნენ წინარე ბერძნები იყვნენ ასევე ბერძნებიო როგორც აღმოჩნდა თლად ესე არ ყოფილა ის პელაზგები და ის ეტრუსკები და მედიტერანული კულტურა შექმნა რაღაც ხალხმა ამას თვითონ აღიარებს იგივე თქვენგან ნახსენები პლატონი და არაერთი ბერძენი ფილოსოფოსი რომლებიც ამ ხალხს ტიტანებს ეძახდნენ ატლანტიდიდან გადარჩენილ ხალხს ეძახდნენ იგივე კრიტიაში პლატონი წერს რომ თუ ერთი ხალხი უნდა ავარჩიოთო რომელიც ატლანტიდიდან გადარჩენ ესენი იბერიელები არიან და როგორც აღმოჩნდა ჩვენ კავკასიის იბერია და არ ვართ მარტო ჩვენ აგერ არის პირნეის იბერიელები ბასკები დიდ ბრიტანეთში ვნახეთ მე ვიყავი გასკონიელები და უკრაინელებმაც კი მე მქონდა ურთიერთობა ერთ პიროვნებასთან რომელსაც ეხლა ამ ომმა შეგვაშილეთ რომ ისიც ამბობს რომ ჩვენ საქართველოს შემადგენლობაში ვიყავით არტიომ ივანცევი რომელიც დაწერა წიგნი ორ იბერიას შორის და პირინეის იბერია და კავკასიის იბერია მქონდა მხედველობაში რომ ეს მთელი ევროპული დედაქალაქების სახელები გარკვეულად იბერიულ წარმოშობას უკავშირდება ასე რომ გვაქვს ის საფუძველი, რომელზეც შეიძლება ჩვენი იდეოლოგია ავაგოთ, ჩვენ ამ მიმართულებით სერიოზულად ვიმუშავეთ და გვაქვს უკვე კიდეც წიგნი ამის თაობაზე ამდენად, ჩვენ კი არ უნდა შევდიოდეთ ევროპაში და ვეხვეწებოდეთ ევროპა უნდა შემოდიოდეს იმ მეცნიერულ საფუძვლებზე და იმ სამყაროში, რომელიც შექმნით ჩვენ და მივაწოდეთ მას. უბრალოდ ისე გამოვიდა რომ ეს ყველაფერი ბერძნებისა და რომაელების ხელით იქნა მიწოდებული ევროპისათვის. იმათ სათავისოდ მოიგეს. ხო, იმათ სათავისოდ მოიგეს, გარდა ამისა ფორმალიზება გაუკეთეს. ისე კი არ იყო რომ პირდაპირ გადაამუშავეს სახელები დაარქვეს, მაგალითად გეომეტრიაში დაარქვეს, მაგრამ 1000 წლით ადრე ეს პითაგორას თეორემაზე ვნახე გასო სასაული ხო ვნახეთ არა კათეტების კვადრატების ჯამი უდრის ჰიპოტენუზის კვადრატს ამაზეა თუ სხვაზეა ამაზეა ხო დიახ და ამ თეორემით ნაპოვნი არის შუმერში 25 თიხის ფირფიტა რომელზეც ერთდაიგივე ამოცანა იხსნება ეს იმას ნიშნავს რომ სამუელ კრამერი წერს ისტორია იწყება იბერიიდან ამ წიგნის ავტორი რომ ეს იმას ნიშნავს რომ სკოლა იყო რადგან 25 ერთნაირ ამოცანას ხსნისო და ამ 25 ამოცანაში პითაგორას თეორემის გამოყენებით ხდება რაღაცის ფართობის გამოთვლა ჯერ ჰიპოტენუზას ითვლიან და მერე ფართობს მაგრამ ჰიპოტენუზა არ ქვია არ არის ჩაწერილი a კვადრატს პლუს b კვადრატი უდრის c კვადრატს ასე არ არის ჩაწერილი ეს ბერძნებმა გააკეთეს კი ბატონო მაგრამ
თეორემა ცნობილი იყო სასაული და კარგი მიგნება კია თეორემა კარგია ხო 1100 წლით ადრე არის დათარიღებული ის თიხის ფირფიტები, მერე იბადება პითაგორა და ეს როგორც წესი იმპერიას ასეთი თვისება აქვს, ყველაფერს თავის სახელი უნდა დაარქვას, როგორც პოპოვმა გამოიგონა რადიო და პოპოვმა რომ არ გამოიგონა ეს უკვე ცნობილია. ასევე იყო მოარგეს ყველაფერს თავისი, მაგრამ დადგა სიმართლის დრო, მოიხსენიოთ ის პირველები, ისინი იბერიელი ხალხია, ამდენად სულ მიკვირდა როგორ გვაქვს ასეთი მშვენიერი ტრადიციები, ასეთი კარგი სიმღერები, ცეკვები და ბოლოს უცხოელებმა ჩათვალეს, რომ ეს კარგი მომღერალი და სუფრაზე აბა ბიჭებო, იმღერეთ. ის ჩვენი სიმღერა ღმერთებისადმი აღვლენილი საგალობელი იყო, ის ჩვენი ცეკვა სწორედ ის ასტრონომიული მოძრაობებს იმეორებდა, რომელიც ცაზე გვაქვს, ასე ამიტომ არის განსაკუთრებული, ამიტომ არის ქალს რო არ ეხება მამაკაცი ქართულ ცეკვაში, იმიტომ რომ პლანეტები ერთმანეთს ხო როგორ გიყებოდა ამას ომარ მხეიძე როგორ სასაულად ყებოდა კაცო და ამდენად სწორედ ეს არის და როგორც აღმოჩნდა რა თქმა უნდა ახალი რელიგიები შემოდიოდა და ახალი რელიგია ყოველთვის საუკეთესოს ყველაფერს რაც ძველიდან იყო იღებდა ითავისებდა და მერე ძველს ივიწყებდა ახლა ჩვენი საქართველოს ისტორია რო გადავხედოთ იწყება ქრისტიანობის შემოტანით ფარნავაზი ფაქტობრივად ლეგენდის სახით არისო და ამ დროს სულ მინიმუმ 3-4 წელი მოგვარეს ამ პერიოდში ამ ისტორიის განახლების გამოჩენის დროა აი ახლა ჩვენ უყურებთ დიდ პოლიტიკაში ასეთ პროცესებს მე ბოდიშვიხტი გამიგზელდა არა რა ვთანოთ პირიქით თქვენ უნდა გისმინოთ ასეთ პროცესებს რომ უნგრეთი და მისი ლიდერის ორბანის სახით ლიდერად გამოვიდა და ტრადიციული და კონსერვატიული შეხედულებების აღდგენაზე ილაპარაკა, მაგრამ უნგრეთს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ სულ 1000 წლის ისტორია აქვს. როგორც კი მას საქართველოს დაუდგა ვერჩი, როგორც კი ჩვენი პრემიერი გამოვიდა, სულ სხვა სიღრმეები გაჩნდა, ეს სწორედ ის არის, რომელიც ჩვენ შეიძლება შევთავაზებთ მსოფლიოს, ეს არის საქართველოს სულიერი მისია სულ მიკვირდა საიდან მოტანილი იქნა ზვიად გამსახურდია წიგნი რო დაბეჭდა ასეთ სათაური ქონდა საქართველოს სულიერი მისია დიახ და სავსებით სწორი იყო პოლიტიკურზე არ ვლაპარაკობ მის პოლიტიკურ დამოკიდებულებებზე მაგრამ ისტორიულში ის ყველაფერს ეძიებდა იმიტომ რომ საფუძველი ენახა ის რასაც მე ვილაპარაკე არ მოსულა მარტო ალიკო ცინცაძიდან ამის სათავეებთან იდგა პავლე ინგოროყვა ამის რამაც პატარიძე თამას ჩხენკელი ცირა ინწკირველი იგივე ზვიად გამსახურდია და ისინი ისე გაუშვეს პავლე ინგოროყვას აკადემიკოს ვერ გახდა დიპლომიც არ მიცეს ინსტიტუტის ხო არა თუ აკადემიკოსობა ამის დრო უნდა დამთავრდეს ოდნავ სხვანაირად უნდა შევხედოთ ეს არ ნიშნავს ყველაფრის ერთი ხელის აღებით ვარყოფას მაგრამ ამას წინათ ეგვიპტოლოგიაში გამოვიდა მშვენიერი ცნობარი ხვედელიძე ავტორი და იმდენად კარგად არის ყველაფერი ეგვიპტესთან დაკავშირებით მოტანილი აქ, მაგრამ არსად არ არის ნახსენები, ერთი სიტყვაც არ არის იბერიაზე ნახსენები. ამ დროს ის ყველაფერი, რაც ეგვიპტემ შექმნა, სრულიად წარმოუდგენელია, რომ ეგვიპტელები შექმნილი იყოსო, საბჭოთა ენციკლოპედიაც კი წერს ამას, იმიტომ რომ არც მათემატიკური, არც ასტრონომიული არანაირი საფუძველი არ აქვს. რა თქმა უნდა არა აქვს, არ შეუქმნიათ, იმიტომ რომ ის რომ ბოლო გენეტიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ იქ გენეტიკურად
ფარაონები გარკვეულად კავკასიურ ტიპს უკავშირდებიან, ეს არ არის შემთხვევითი. ცოდნითაც უკავშირდებიან. საქმეც იმაშია, რომ ეს ცოდნა მთლიანად გატანილი იყო იბერიული სივრციდან, ეს არ იყო მარტო სამხრეთ კავკასია. ეს იყო ქალდეა, ქალდეველები ცნობილები არიან როგორც ვარსკვლავური წყვილები და წინასწარმეტყველები, და მათი მემკვიდრეა ბაგრატოვანთა გვარი, ხო? რა თქმა უნდა, წარმოგიდგენიათ ახლა და ეს ყველაფერი მათ მოამზადეს ის საქართველოს ერთიანობასთან დაკავშირებით, რაც მოხდა, იქ გუჯი ახსენეთ თქვენ და ფარნავაზი, სწორედ ესია. ფარნავაზი არიელი ოჯახის წევრი იყო, არიული ოჯახის წევრი იყო, ხოლო ბიძა მამის მხრიდან იყო სამარი, რომელიც თვარის თაყვანისმცემელი იყო და ფაქტობრივად ქუჯისა და ფარნავაზის მოსაუბრების დროს ერთიანი რჯული შეიქმნა მზის და მთვარის ერთდროულად თაყვანისმცემის უკვე არსებობდა და გათვალისწინებული იყო, რომ უახლოეს ხანებში ყრმა უნდა მოსულიყო, ადამიან ღმერთის ფენომენი უნდა შემოსულიყო, რაც მოხდა კიდეც. ფაქტობრივად მოხდა დიდი ცვლილებები, რომელიც ქრისტიანობამ აიტაცა და ქრისტიანობამ ყველაფერი მიიღო, გადმოიტანა, მაგრამ შეინარჩუნა სული და გარდა ამისა ბერძნულმა იმპერიამ და რომაულმა იმპერიამ თავისი დაღი დაამჩნია, მაგალითად ახლა გამოვიდა წიგნი ბატონი რამაზ პატარიძისა და ჩემი ერთობლივი წიგნი მზის იბერიული კალენდრები. ბატონმა რამაზმა მოაჩინა მზის იბერიული კალენდარი, ქართული კალენდარი უზუსტესი ქართულ ამბანში, მე იგივე აღმოაჩინე ხემატრიის მეშვეობით ქართულ სიტყვაში. ამ ორმა აღმოჩენამ ერთმანეთი დაამტკიცა, ამდენად ძალიან საჭირო რამეა. ერთი იდეასაც გეტყვით. ბატონი იუზა ნაცვლიშვილი არსებობს, ძალიან კარგი მხატვარი და მოქანდაკე, რომელმაც თქვა, რომ ძეგლი, რომელიც ზურაბ წერეთლის ძეგლი, რომელიც აეროპორტთან არსებობს, რომ გამოდიხარ პირდაპირ მაღალი მზე რო უკავია ხელში ქალღმერთს, რომელიც სტატიურ მდგომარეობაშია და მასზე უამრავი ჭორია, რომ ეს მიმართულია მზე ჩრდილოეთისკენ და მზე ჩრდილოეთიდან ამოდის და ასე შემდეგ. მანო უნდა იტრიალოსო. ერთი რედუქტორი უნდაო და წარმოიდგინეო და შეიძლება დავარქვათ მზის იბერიული კალენდრის ძეგლიო და პირდაპირ რომ შემოდის უცხოელიო, ჩვეულებრივად კი არ უნდა შემოდიოდეს, ჩვენი მეცნიერულ სივრცეში უნდა ჩამოდიოდეს, ჩვენ ისტორიას უნდა ვარქმევდეთ, ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ შემოსული უამრავი უცხოელიდან დიდ ნაწილს გავატანოთ ის ცოდნა, რაც ჩვენ გვაქვს, რომ დაინახოს რამხელა დიდია ის ცივილიზაცია, რომელმაც შექმნა ეს ყველაფერი. აი იდეოლოგიის საფუძველი შეიძლება ამ მიმართულებით იქნას და იდეოლოგიაზე ჩვენ ვიმუშავეთ და გვაქვს კიდეც გამზადებული სადღაც 50 გვერდიანი წიგნი, გარდა ამისა უახლოეს ხანებში გამოდის ორი წიგნი ჩვენი, ერთი იბერიული კაბალა, ეს ყველაფერი კაბალას ცოდნას უკავშირდება და დაკაბალება დაჟის სინონიმი რომ არის, ეს არ გაგიკვირდებათ, იმიტომ რომ სწორედ უარყოფა იყო იმ რელიგიების, წინარე რელიგიის უარყოფა იყო საფუძველი, რომლითაც ძველს ებრძოდა იმპერიული აზროვნება და მეორე ასტროენათმეცნიერება. ეხლა თუ 5 წუთი მაქვს, ძალიან ბატონო რას ასტროენათმეცნიერების გარდა არსებობს ასტროარქეოლოგია. თავის დროზე ჯოზეფ ნორმან ლოკერმა, ცნობილმა ასტროფიზიკოსმა და დიდი ბრიტანეთის სამეფო აკადემიის აკადემიკოსმა მე-20 საუკუნის დასაწყისში ნახა, რომ
მზის სადგურები, იგივე სტოუნჰენჯი, სამლოცველოები, პირამიდები და ამ შემდეგ მიმართულია იმ მიმართულებით, რომ კარიბჭის ღერძი ემთხვევა იმ მნათობს, რომლის თაყვანისცემისთვის არის აგებული. თუ მაგალითად მზისთვის არის, მზის პირველი სხივი, როცა ამოდის, აი მას ემთხვევა ღერძი. ამას მიუხედავად იმისა, რომ ამხელა აკადემიკოსი იყო და ამოდენა ნაშრომების ავტორი, 30 წელი ბრძოლა დაჭირდა. დღეს ეს ყველაფერი აღიარებულია, რომ არსებობს ასტროარქეოლოგია, ანუ ასტრონომიული ნაშრები არქეოლოგიურ ნიმუშებში იქნა გადატანილი. და იმდენად მივიდა საქმე, რომ ილიაუნის უნივერსიტეტში არსებობს კიდეც ასტროარქეოლოგიის კათედრა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, იქამდე სანამ გადაიტანდნენ ამას არქეოლოგიურ ნიმუშებში, იქამდე სამლოცველოებში, იქამდე მისი ჩაწერა ხდებოდა. და წარმოიდგინეთ, ესე იგი ანბანური სისტემა არსებობს იმისთვის, რომ მზე გადაიხაროს, მზე წლის განმავლობაში 47 გრადუსზე გადაიხრება. დეკემბრიდან რომ იწყებს, 6 თვის განმავლობაში 47-ზე გადაიხრება. და მერე უკან ბრუნდება 6 თვის მერე, მეორე 6 თვე. და დეკემბერში ისევ 94-ს ასრულებს. როგორ უნდა ჩაწეროს ქართველმა 47, როცა ციფრები გამოგონილი არ არის, ანუ პოზიციური ჩაწერა 4 და 7 არ არსებობს. უნდა აიღოს ანბანის ასო, რომელიც აღნიშნავს 40, ეს არის მ და უნდა დაუმატოს ასო, რომელიც აღნიშნავს 7, ზ. მზ. თურმე მზის სახელი კი არ არის, მზის გადახრის კუთხის ჩაწერა. კიდევაც უკვირდა ივანე ჯავახიშვილს, რა გვინდოდა მზის სახელი უამრავი გვაქვს, ბჟა, რაღაც მოჟრა, უამრავი სხვადასხვა სახელი გვაქვს და რა შეჭირდებოდა კიდე ერთიო. მზ ასე ეძახიან მზეს ზემოსვანეთში დღესაც. ესე იგი ვიღაცამ იბერიელმა გაზომა ეს 47 გრადუსიანი კუთხე, ჩაწერა პირველად და მერე მისი მხედვით ააგო პირამიდა, სამლოცველო, სტოუნჰენჯი და ასე შემდეგ. გობეკილი თეფე დაახლოებით მე-12,000 წლეულის ნაგებობა თურქეთში აღმოჩენილი. როგორც კი მასზე საუბარი დავიწყეთ, გამოდის თურქული ფილმი, სადაც შეყვარებული წყვილი მიდის და თურქი ბიჭი ეუბნება თავის გოგონას, რომ აი ჩემმა წინაპრები მუშაობდნო ამ გობეკილი თეფეს აგებაზეო, მზის სადგურია რა, ფაქტობრივად სტოუნჰენჯია, უფრო დიდი და უფრო მასშტაბური. რა თქმა უნდა, იმ დროს თურქების წინაპრები იქ არიყვნენ. ეს არ ნიშნავს, ეს იყვნენ იბერიელები, ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ისტორია უნდა აშორებდეს ხალხებს. თქვენ სწორი ბრძანებთ, ისტორია უნდა აერთიანებდეს ხალხებს, მაგრამ ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ და იმ ხალხს, ვისაც ეს მისია ხელეწიფება, უნგრელებმა კი არ უნდა დაიწყონ, იქ ჩვენი წარმოადგენელი და ჩვენი პრემიერ-მინისტრი პირველი პირი უნდა იყოს და უკვე ჩანს, რომ ასეთ შეიძლება იყოს. მოკლედ, აი დაახლოებით ამ სურათი. ესე იგი, საოცარი რამ ბრძანეთ, ახლა მე უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ იუნესკოში როცა ქუთაისის დღეები შედგა, ეს 1995-16 წელია, მაშინ რაღაც იუნესკოში რო უთხარით, რომ ქუთაისი 3500 წლისაა, ამას შეხედეს ძალიან, ამას უყურებდნენ ძალიან ეჭვით და იფიქრეს, რომ ახლა ესენი რაღაც. ახლა გავიდა გარკვეული პერიოდი, უმტკიცებდით ჩვენ 100 და ასე შემდგომ და რაღაც მასალებს ვაგზავნედით და ახლა უკვე ჩვენგან დამოუკიდებლად სოფლიოს უძველესი ქალაქების 3-ში, 4-ში თვითონ ასახელებენ. ჩვენ შევთავაზეთ მაშინ იუნესკოში ეს იდეა მინდა რომ იცოდეთ თქვენ, არსებობდა რომ იუნესკოს გენერალური მდივანი იყო საოცარი პიროვნება ბასკი იყო სხვადასხვა იქიდან. ესე იგი საოცარი პიროვნება იყო რა, ხო და მაიორი საკაკისიც ქონდა და ჩვენ დამიკეთილად განწყობილი პიროვნება იყო და ჩვენ შევთავაზეთ მას რომ რადგან ბევრს აქვს პრეტენზია იყოს ძველი ქალაქი, ამიტომ შევქმნათ მსოფლიოს უძველესი ქალაქების
ისტორიის შემსწავლელი და ასაკის დამდგენი საერთაშორისო ცენტრი. და ქუთაისი იყოს მეთქი ეს. და მე ვეუბნებოდი რომ ეს პარლამენტის შენობა რო არის გაკეთებული, გააკეთეთ ამაში რომ და თანაც ვეუბნებოდით რომ აქ დაფინანსება უნდა გააკეთოს ან იუნესკომ, ან ყოველი ქალაქი ვისაც აქვს ეგ სურვილი 20 მეცნიერი დემოკრატიულად მოდიან ცხოვრობენ ქუთაისში 200 ქვეყანას კონდა ეს სურვილი. ახლა წარმოიდგინეთ 400 მეცნიერი უნდა ჩამოსულიყო და მე ვამბობდი რომ ეს მოიტანს რაღაც სასწაულამეს. მით უფრო რასაც თქვენ ბრძანებდით ახლა დავით აღმაშენებლის საათი რომ აქვს გაკეთებული კედელზე ხო საათი რო სასწაული რამეა ხო ეხლა თქვენ რასაც ბრძანებდით ამას ეხლა მე ჩემთვის მე თვითონ მათემატიკური აზროვნებით ვარ იმიტომ რომ ვიმარჯვებდი ამ ტურებში და ერთხელ მოსკოვშიც მომიწია ეხლა იქ ვერ გავიმარჯვე მაგრამ ეხლა საქართველოში გავიმარჯვე სამეულში ვიყავი და ნუ ძალიან მიხარია რომ ვთქვათ ეს მათემატიკური აზროვნება რაღაც ეხლა სიქსტეს მადონა ხო დიდი გაანგარიშებებითაა ხო დადგინდა იმას რომ ესე იგი ზუსტია ყველაფერი ანუ მათემატიკურად მოდელირება გაკეთდა ძალიან ბევრი რამის ხო ეხლა მათემატიკური მოდელირებით მე მაგალითად ვიცი რომ პარალელები რა ჯერ დიდ ფილოსოფოსს აქვს გაკეთებული მაგრამ ისტორიული პარალელები მაგრამ ხო არსებობს ერთი კიდე ასეთი პარალელი რომ ვთქვათ მაკედონელი დავით აღმაშენებელი და პეტრე პირველი რო ადარებ ზუსტად ვთქვათ რაღაც წლების 600-1400 როგორც არის იმის იმას იმდენი წელი იცხოვრა ზუსტად მაშინ მოიგო პირველი ომი მეორე ომი ყველაფერი ესენი პარალელები ისტორიულად ანუ ეს კანონზომიერება დადგენილი რო არის ანუ მათემატიკის გარეშე არ ცხოვრობს არაფერი რეალურად ყველაფრის ახსნა შეიძლება მათემატიკით და ეს არის სწორედ კაცობრიობის და ბუნების მოწყობის დიდი კანონი მე ასე ვფიქრობ რა ვიცი მეშლება თუ როგორ არის არა როგორ გეშლებათ ძალიან კარგია რაც შეეხება ქუთაისს მინდა ვთქვა რომ გიორგი ჭყონდიდელის დროის ფაქტობრივად დაიწყო ყველაფრის გაერთიანება ეს მეტნაკლებად ეს პროცესი შესწავლილი გვაქვს და იმიტომ რომ მათ ფაქტობრივად პატარა გახსნეს კარები იმ ცოდნისა რომელიც დაფარულია ძველ ქართულშია დაფარული, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ასტრონომიულ ცოდნაზეა დამყარებული და იმდენად დააინტერესა ამან რომ ტაძრელი რაინდები ჩამოდიან და ამას ჩამოყვა ბალდუინი იერუსალიმის მეფე ხომ წარმოგიდგენიათ ახლა როგორი ძნელი იყო მაშინ მგზავრობა და არ შეუშინდა ამას და ჩამოვიდა და ის მონაწილეობა ფაქტობრივად მაშინ ჩვენ გქონდა ამის მერე ტამპლიერების ორდენი შეიქმნა და მერე ვატიკანი ჩაერია აქ და ყველა სიკვდილი დასაჯეს და მაგრამ ეს ყველაფერი აღორძინდა მე-17 საუკუნეში და ეხლა უამრავ საერთაშორისო და უდიდეს ორგანიზაციებს აქვს ეს ცოდნა გამოყენებული მაგრამ ცოდნის მხოლოდ ნაწილი იქნება ის რომ ვიღაცისთვის ვარდი მე ეს მინდოდა მეკითხა რომ ქუთაისის ჩვენ დღესასწაული ქონდა ვარდების სავარდო და სამაისო და გალაქტიონის მაგრამ დღესასწაული ქონდა რომელსაც აი ესე ქვია ორმაისობა ანუ ვარდების დღესასწაული შეცვალეს მე სხვა სახელი დაარბე ვარდი სოფლიოსთვის ვარდიც ხმალიც და ჯვარიც ჩვეულებრივი სიტყვებია რომელიც სემანტიკურად რაღაცას ნიშნავს ქართულში დაშიფრულია თავიდან ბოლომდე იმდენად სერიოზული შიფრია ამას რა თქმა უნდა სხვა საუბრის თემა იმდენად სერიოზული შიფრია ეს ყველაფერი და ვარდობა და ვარდფენობა და ვარდის ფურცლობა და საოცარი შიფრია რომელშიც იესო ქრისტე ძელი რაღაცები ყველაფერი ეს ჩანს და ორმაგი დაშიფრა ჩვენები მუდმივად ორმაგ თამაშობდნენ იმიტომ რომ ერთი მტრის საჩვენებელი და მეორე მისთვის მტრის მზე 8 თვალა იყო მათი მზე 9 თვალა იყო და ასე შემდეგ და იჩებდნენ სიტყვას რომელსაც ორმაგი შიფრი ჰქონდა მოკლედ საოცარი რა წინაპრები ყავდა რა არის საოცარი დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მე-9000 წლამდე ჩააღწია კვლევებმა და დადგენილია ეს იქამდე სანამ ღვინოს
ღვინის ჭურჭელს მოიპოვებდით წიბწებიანს იქამდე არსებობს უკვე რაღაც ინფორმაცია ასტროენათ მეცნიერებაში რა თქმა უნდა ამას შევიტანთ უკვე შესულია გამზადებულები ვარ და ცოტა ხანში დაიწყება ამის ეს იმდენად დიდი ცოდნა იყო და იმდენად უკავშირდებოდა ქრისტიანობას რომ ფაქტობრივად მან შექმნა და გიორგი ჭყონდიდელი იყო საოცარი მოთავე ყველაფერ ამით თვითონ დავით აღმაშენებელმა როგორ გადაწყვიტა კაცო ეს სასულიერო პირი თავრობის პირველი მათ მოიყვანა ხო წარმოგიდგენიათ რომ წარმოიდგინეთ რა ხდება დავით აღმაშენებელი სიტყვა იქნება მე-16 საუკუნეში მაგრამ დავით აღმაშენებელი და ტამპლიერების ორდენის ხელმძღვანელი სხემატრიული ტოლობაა ანუ იმათი სახელი გრაფ დე მოლი იყო და დავით აღმაშენებელი ერდაიგივე რიცხვს იძლევა ღმერთების დონის რიცხვს იძლევა უკვდავების რიცხვს იძლევა ერთადერთ მეფეს აქვს უკვდავების რიცხვი თავის სახელში ეს არის დავით აღმაშენებელი და წარმოიდგინეთ რომ იმ გრაფ დე მოლსაც ანიჭებენ ამას ყველაფერს და ეს მოლი ახალი სიტყვა არ არის ჯერ კიდევ ხომეროს ჰქონდა მოხსენიებული და წარმოიდგინეთ ძველი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნეში ესა უკვდავების წამალი მერე ვეფხისტყაოსანშიც არის მოკლედ დაშიფრული ტექსტის გარეშე ვერ გავიგებთ ვეფხისტყაოსანს დაშიფრული ტექსტის გარეშე ვერ გავიგებთ ქართლის ცხოვრებას და იოანე ზოსიმეს დიდებაი და დიდებაი ქართული საერისაი ამირანზე თქმულებას დაშიფრულია მოკლედ დადგა დრო მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გამოიხედოს ჭეშმარიტების ენა აღიაროს ეს აღმოჩენა მე ერთი მოხსენება როცა მქონდა მაშინ მითხრეს რომ ჩვენ ამის სპეციალისტები არა ვართ არაფერი სპეციალისტობა ამას არ უნდა ამას დაახლოებით მათემატიკის ელემენტარული დონის ცოდნა ჭირდება იმიტომ რომ ის რასაც ისინი აკეთებდნენ მაშინ აკეთებდნენ ეს ჩვენ კი არ მოგვიგონია ალგორითმები ეს ალგორითმები აქვს ბერძნულს ეს აქვს ებრაულს ისინი ერთმანეთს ეცილებიან ამის თაობაზე ჩვენ მე-6 საუკუნეში მივიღეთო სემიტები ამბობენ ეს ოდნა ქალდიადანო მაგრამ ქალდია აღარ არისო ბერძნები ამბობენ ჩვენ ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეში მივიღეთო ამ დროს სარგონ მეორე გამოდის და მე-7 საუკუნეში ერთი საუკუნით ადრე ხემატრიულად აგებს თავისი ციხესიმაგრის კედელს ესე იგი ხემატრია მან იცოდა და აქ როგორ მიდის საქმე სარგონ მეორეზე და სარგონ დიდზე გამოდის ფილმი ვინმე კაჭარავასი რომელიც აგინებს როგორ მოიხსენიოს ეს მეფეები რაც შეიძლება ვარყოფითად შეიძლება რაღაც ხალხისთვის ისინი მიუღებელი იყვნენ ნაბუქოდონოსორი მიუღებელი იყო მაგრამ ისტორია გადააფასა ყველაფერი დამთავრდა ქიშკობა დაიწყო მეგობრობა თანადგომა სიმართლის გარკვევა ნუ მოიხსენიებთ პირველთა რამე თუ უწინარეს ჩვენ და არიან დამთავრდა ეს დრო მოიხსენიოთ პირველები იბერიელები მოიხსენიოთ ვაჩვენოთ რომ ის ქალდია ის სვანეთი ის ჭანეთი ის იმერეთი როგორ არის იცი მე ამ იცით ბატონო სვანეთი ჭანეთი იმერეთი ქალდია იბერია ყველას ერთდაიგივე რიცხვი აქვს ყველა სიტყვა ერთდაიგივეა რიცხულად რო გადაიყვან ერთ და მე ამას დავარქვი საქართველოს ერთიანობის ხემატრიული დუღაბი ყველა სიტყვა ყველა მნიშვნელოვანი კუთხის სახელი ამ იმ 47-ის გათვალისწინებით ხდებოდა მზის გადახრის კუთხე რომ არის ბატონო თემური და ამდენად ამას აღიარება უნდა ამას გატანა უნდა რა თქმა უნდა ერთი კაცი ალიკო ცინცაძე შეიძლება რაღაცას თავის აკეთებდეს მაგრამ ჩვენ ვარში ვართ რამაზ პატარიძესთან თამაში დიდი პიროვნება ზირაინიც პირველთან ჩვენ ვალში ვართ მეცნიერ პავლე ინგოროყვასთან აღარ დადგა დრო პავლე ინგოროყვა ვაღიაროთ
აღარ დადგა დრო შოთა რუსთაველი წმინდანად იქნას აღიარებული, აღარ დადგა დრო ქართლის ლეონტი მროველი, ეხლა წარმოიდგინეთ მე გადავაჭარბე ყველა რა ბრძანებთ ბატონო პირიქით იწყება იმით რომ რაც სრულიად გაუგებარია რომ ქართველებს საკუთარი ენა არ ქონდათ რომ უფროსი ძმა იყო სომეხი რომ ცხოვრების ნორმალური წესი არ ქონდათ და სიძვაში ცხოვრობდნენ და ოჯახი არ ქონდათ რომ ტარშჭამდნენ ამით რომ იწყება და ამას კომენტარების გარეშე გავუშვებ ეს არის დანაშაული და 2003-2012 წელში სამჯერ გამოსცა იქაურმა იმდროინდელმა საქართველოს ხელისუფლებამ ქართლის ცხოვრება კომენტირების გარეშე იმიტომ რომ ბევრი რამე ამოღებულია ხო და რომ ყველაფერი საკუთარი გაეცამტორებინათ სინამდვილეში ეს ყველაფერი არის დაშიფრული ინფორმაცია რომელიც გვეუბნება იმას რომ ეს ყველაფერი ენა რომელიც თქვენ ჩამოიტანეთ ეს არის ბაბილონის გოდოლის მშენებელთა ენა ბაბილონის გოდოლი დაანგრეული იქნა მე-19 საუკუნემდე მოაღწია მაგრამ ღმერთის ნებით იმ დროს იქ აღმოჩნდა ერთი ირლანდიელი თქვენი თქმის არ იყოს ირლანდიელი ინჟინერი რომელმაც ჩახაზა და გადაიტანა ყველაფერი რიცხვებში და ჩაწერა გაზომა და მეტრებში გაზომა და ადლები ჩვენი ადლი ქალდეური საზომი ადლი ზუსტად ემთხვევა მეტრს დაახლოებით მილიმეტრის რაღაც მეათედია განსხვავება დაშიფრულია სართულების სიმაღლეები დაშიფრულია და ამ სართულების სიმაღლეებში არის შიფრი რომელიც არ არის არც ბერძნული და არც სემიტური არის მხოლოდ იბერიული ქართულ სიტყვაში ეს ნიშნავს რომ სარგონ დიდი რომელმაც დაიწყო ამის მშენებლობა იყო იბერიელი ამაზე წერდა ცირაინსკირველი და ახლა დოკუმენტი გვაქვს ფაქტობრივად მიღებული რომ სარგონ მეორე იყო იბერიელი რომ ნაბუქოდონოსორი იყო იბერიელი რომ მერე ეს ყველაფერი ნინევია რო ააოხრეს გადატანილი იქნა დარიოსის მიერ გაქრა და აქემენიდების მიერ იქნა გადატანილი ირანის ტერიტორიაზე ქალდია იყო მაშინ იქა და შემდეგ დარიოსის შვილიშვილი ფარნავაზი ამოდის საქართველოში და მას მოყვება ეს ენა რომელიც არის ბაბილონის გოდოლის მშენებელთა ენა რომელიც ღმერთმა ბიბლიაში აურია იმიტომ რომ შიფრი პირდაპირ ზედაპირზე იყო და უნდა აერია მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ მას იოანე ზოსიმე ლაზარეს არქმევს იგი გააცოცხლა როგორც ლაზარე იოანეს სახარების მე-11-მე-14 თავებში ლაზარეს გაცოცხლება ხდება იგი აღდგა იმიტომ რომ იგი არის ღმერთების საიდუმლოს მომცველი ენა ინფორმაცია მასში ჩადებულია როგორ უნდა მომხდარიყო რა უნდა მომხდარიყო იესოსთან დაკავშირებით და იესო ამით გამოიცნეს ეს არის იესო დიახ სწორი ბრძანეთ სწორედ ამიტომ სტუდენტებთანაც ეს თქვიდა თქვენ სწორად რა თქმა უნდა მათ ზუსტად მიხვდნენ რომ 20 იყო პრეტენდენტი ის ერთი იმით გაიგეს რომ იმან ლაზარეს აღდგინება დიახ ეხლა წარმოიდგინეთ ენა რომელსაც ბაბილონის გოდოლის მშენებელთა ენა დაარქვეს მერე აურიეს და მერე გააცოცხლეს იმიტომ რომ და ეს ენა ამ ენაზე უნდა ეთქვა კიდეც ნიკო მარს უნდა ეთქვა კიდეც კი კარგად ამბობს უნდა გავახარო მაყურებელი თქვენ მე უნდა გააგზელოთ კიდე უნდა გავახარო იმით რომ მე შევესწარი დღეს ბატონი ალეკოსა და ტელევიზიის დირექტორის საუბარს როდესაც ქალბატონი მანანა იმედაძე თხოვდა ბატონ ალეკოს რომ თქვენს გარეშე ეს ტელევიზია არაფერი არ არისო და ბატონი ალეკოს ეთანხმება მე მგონი რომ ეს საუბრები იყოს ამ ტელევიზიით ეს იქნება უნიკალური რამ და ამას მხოლოდ მინდა მივესალმო ბატონ ალეკო ერთი რაღაც არ მინდა რომ იმაში დარჩეს რომ აი ვთქვათ
შემთხვევითია აი ქალდეველები თვითონ დაიკარგნენ ქალდეველების უკვე ბაგრატოვანთა გვარი აღმოჩნდა ხომის და ბაგრატოვანთა გვარი 9 მეორე ძალიან ძნელია მოიძებნოს რომ 9 საუკუნე რომ იყო ვთქვათ მეფობდა გვარია რა ანუ ესეთი იშვიათია მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ აი ეს მეფობა და სიტყვა საქართველოს მე რამდენადაც ვიცი ისტორიულად დაიბადა ბაგრატის ტაძარზე და საქართველოს ამ სიტყვასა თქვენ იქ იბერიაზე საუბრობთ ამის მაგრამ აი ესე იგი ქალდეველების გაგრძელება დავით აღმაშენებელი და დავით აღმაშენებელი დიდგორის ომით გადაარჩენს პრაქტიკულად დასავლურ ცივილიზაციას. სწორია, ჩემი ისა თუ ხდებია. სწორედ ეგრე მოხდა, რომ არ ყოფილიყო და გიორგი ჭყონდიდელის ეს იდეა არ მოხდებოდა ის ყველაფერი დაპირისპირების ცენტრმა ჩვენთან გადმოინაცვლა, ისევე როგორც ახლაც დაპირისპირების ცენტრი ეპიცენტრში ჩვენ ვიმყოფებით. რა თქმა უნდა, ასე იყო, მინდა გითხრათ, რომ ბაგრატიონის სიტყვა ბაგრატარი ფუძე იონი დაბოლოება ბაგრატის სწორედ 47-იან მზის თაყვანისმცემლები არიან ამოდიან საქართველოში და ხდება საქართველოს იბერიისთვის სახელის შეცვლა ქალდიდან გამომდინარე საქართველოს ეს რა თქმა უნდა ქუთაისში მოხდა იმიტომ რომ იქ იყო ქუთაისში კარგი საქმეები ხდებოდა იქ იყო საქართველოს გული ფეთქავდა იმ მომენტში იქა და ეს ყველაფერი ამის მერე როგორ განვითარდა და მაგრამ იქვე დაიბადა ერთი მნიშვნელოვანი იდეომა იბერია გაბრწყინდება ისინი თვლიდნენ რომ რაღაც პერიოდის მერე იბერია გაბრწყინდება ამის შესახებ ვეფხისტყაოსანშიც არის ასეთი თუ გვაქვს 3 წუთი მე კი ბატონო ბძანეთ რა ბძანეთ ვეფხისტყაოსანში არის ასეთი მომენტი ნესტან დარეჯანის განთავისუფლება უნდათ და ტარიელი რომელიც იქამდე ვეფხებს და ლომებს ხოცავდა ამბობს რომ ჩვენო იარაღი არ აგვაქვს ნესტან ქაჯეთის ციხე რო ავიღოთო რაღაც მერე გაახსენდება აქ 40 კარიანი გამოქვაბულიაო ქართულ ამბანშიც 40 ასონიშანია სანამ შეამცირებდნენ ილია ჭავჭავაძის თაობა და მოდი იქ შევიდეთო შედიან 40 კარიან გამოქვაბულში და შიგნით ასეთი რამ წერია შიგან ერთი კიდოვანი დაბეჭდული არ გაახსნილი შიგნით კიდოვანი იყო რომელიც ფაქტობრივად დაფარული ინფორმაციის მაჩვენებელია ესხემატრია დაშიფრის მეთოდია და გახსნიან და ამოიღებენ ალმასისპირიან ხმალს რომლითაც ხდება ნესტან დარეჯანის განთავისუფლება აი ეს ალმასისპირიანი ალმასი მზის სემანტიკაო წერდა ცირა ინცკირველი რომ დააჯამებთ ალმასს მიიღებთ 47 ისევე მზის სინათლეზე გამოსვლით ჭეშმარიტების მზის სინათლეზე გამოსვლით აი მცოდნის მზის სინათლეზე გამოტანით ხდება ნესტან დარეჯანის ამ შემთხვევაში საქართველოს განთავისუფლება ამიტომ თქვენ სავსებით სწორად ბძანეთ როცა თქვით რომ ეს უნდა იყოს მთავარი იდეოლოგიური იარაღი ჩვენ ამით მსოფლიოს უნდა დავანახოთ ის ცოდნა რომელზეც დგას მსოფლიო არა იმიტომ რომ ჩვენ რაღაც განსაკუთრებულები ვართ მაგრამ ის ნაკრძალი კი ნამდვილად ვართ რომელსაც კაცობრიობა თვალის ჩინივით უნდა გაუფრთხილდეს რა ვიცი მე ბოლოში 2 წუთს მაინც ბოლო სიტყვა მისი უნდა იყოს მაგრამ მანამდე ვიტყვი ერთ რამეს რომ ალბათ ქართოლოგიური საუბრები რომელიც ბატონი მაგალი თოდუას თავკაცობით და ჩვენ ინსტიტუტი შევქმნით თავის დროზე ქუთაისში ასეთი იყო პირდაპირ და ტარიელ ფუტკარაძე ედგა სათავეში და ყოველწლიურად სოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიოდნენ ეს ქართოლოგები და მე ვიყავი ამის მონაწილე და როგორც აი მსმენელი ისე ვიჯექი ამ შეხვედრებზე ძალიან დიდი ცოდნა მივიღე მე თვითონ სპეციალობით ინჟინერი ვარ, მანქანათმშენებელი და ხშირად ვეუბნები ახლა თქვენც იგივე ეტყვით ალბათ რომ ლიტერატურებს ვეუბნები რომ თქვენ რაშიც ნიშანს იღებდით ის ჩემთვის კლასგარეშე საკითხავი იყო მეთქი რომ ისინი სწავლობდნენ და ნიშანს იღებდნენ და ჩვენ მე 20 ნახაზი რომ მქონდა გაკრული ბოლოს რომ როგორ უნდა დამეცვა მანქანათმშენებლობის ეს სხვა რამე უბრალოდ მე რატომ მინდა გითხრათ რომ ძალიან გამიხარდა რომ თქვენმა იმ კვლევებმა ყველაფერმა აი კიდევ უფრო სხვა განვითარება მიიღო იქ ვისმენდი ამას რა ძირითადად ისტორიის
ისტორიკოსები მოდიოდნენ, მაგრამ ბევრი რამ ვერ იხსნებოდა ისე. თქვენ სასწაული გააკეთეთ ამ მიმართულებით, მათემატიკური მოდელირებით და ის, რასაც თქვენ ამბობთ, ეს რომ სიტყვა ძალიან დიდი ინფორმაცია შეიცავს, ეს უნიკალური რამეა და ამას ამტკიცებს. ჩვენ ასეთი წინააღმდეგობა გვაქვს, ბატონო ალეკო, რომ აი ვერ შევძელით ჩვენ რომ დავით ესე იგი 900 წელი 850 წელი შესულდა შოთა რუსთაველის. ვერ აღინიშნეს, გახსოვთ თქვენ 800 წელი თელ მსოფლიოს მოვიდა მაშინ, ხო? ეხლა საქართველოშიც კი ვერ გავიგეთ, ისე წავიდა ეს 800 წელი, 850 წელი. 900 წელი წავიდა დიდგორის ომის, არაფერი პრაქტიკულად, დიდგორის ომზე კონცერტი არ არის ეგ, თქვა 900 წელი. 900 წელი. 950 წელი დავით აღმაშენებლის დაბადებიდან და 900 წელი არის დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან. ეხლა 8 თებერვალი იყო სწორედ ამი. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ მოდით ეხლა შევკრათ ყველაფერი ესენი და ავაკავშიროთ ძალიან ბევრი რამ ერთმანეთთან და მომდევნო წელი იქნებ რაღაც აი რით უნდა გააგებინო მსოფლიოს თუ არა და აი სწორედ იმით რომ აი აი იმას რომ მოესწარი მე ვარ მადლობელი რომ ვიცხოვრე იმ ეპოქაში როდესაც შესულდა დიდგორის ომიდან 900 წელი შოთა რუსთაველის 850 დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 950 წელი და რაღაც ან მისი გარდაცვალებიდან 900 წელი ამით ვარ ბედნიერი მაგრამ საქართველოს ხო შეიძლება გაეროს დონეზე იუნესკოს მთელი საერთაშორისო სიმპოზიუმები ყველაფერი და ეს მიმართულება ძალიან ძლიერად წავიდეს და მე მინდა მე თქვენთან დავითათფირო და მით უფრო ხარ რადგან თქვენ შეთანხმდით რომ გადაცემები გექნებათ აი იმის თაობაზე ვიფიქროთ რომ რაღაც აი ამ ყველაფერი ერთად რაღაც შევკრათ კარგი სახელი მოუძებნოთ და მომდევნო წელი თელი მსოფლიოს მასშტაბით იუნესკოს ვთხოვოთ და რაღაც აღინიშნოს ამიტომ იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი რამე წარმოუდგენელია ასე ჩავიხრჩოთ ჩვენ ამაში და თურაშაულის პატრონი ტყეში პანტას არ უნდა ეძებდეს არა ჩვენ სწორედ ამ სიმდიდრის ფლობელები ვარ ჩვენ რაღაც სასწაული რამეები გვაქვს კაცობრიობას იმდენი რამე მივეცით და ამის თაობაზე თქვენ გეკნებათ ალბათ რაღაც არ შეიძლება რომ ჩვენ აი ასე წაჩოქილი ვიყოთ და ვინმეს რაღაცას ვეხვეწებოდეთ ეს წარმოუდგენელია ბრძანეთ თქვენი ბოლოსი მხოლოდ ის მინდა გითხრათ რომ წყინვალეა სწორედ თქვენაირი ორგანიზატორი უნდა ედგეს ამ საქმეს სათავეში ასევე მინდა გითხრათ რომ არ იყოს სწორი მიმართულებები სამწუხაროდ საბჭოთა პერიოდში მეცნიერებაშიც კი მაგალითად ჩვენი მეცნიერება ცდილობდა დაემტკიცებინა რომ ვეფხისტყაოსნის ამბავი მანდამაინც ქართულია და იქ რო წერია ესე ამბავის სპარსული ქართულად ნათარგმანები ამაზე გიждდებოდნენ რომ ეს რეალობაში ეს რა თქმა უნდა იყოს სპარსეთის მიერ დაპყრობილი ქალდეული ამბავი, რომელიც იმიგივე სპარსეთიდან იქნა ამოტანილი და ახლა ყველაფერი ცხადია, სწორი მიმართულებით ძალიან მარტივად ჭეშმარიტება დასტურდება. დამთავრდება ყველაფერი. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოში გაიმარჯვებს ქართული სული, უკვე დაიწყო ამაზე ჩვენი აქეთკენ ჩვენი სვლა. პირველ რიგში უნდა დავიბრუნოთ განათლების სისტემა, უნდა დავიბრუნოთ მეცნიერება და მერე ჩვენ შევძლებთ დავიბრუნოთ საქართველოს, იმიტომ რომ ახალგაზრდობა გამოგვაცალეს ხელიდან და ეს არ შეიძლება. დიახ, სწორად ზანეთ, ქართველში ქართველია გადასარჩენი, აფხაზში აფხაზია გადასარჩენი, ოვში ოსია გადასარჩენი და საქართველოში საქართველოა გადასარჩენი. ეს არის მიმართულება, რომელიც ჩვენ სხვა რაღაცას მოგცევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და იქნება ბედნიერება. დიდი მადლობა ბატონ ალეკოს, დიდი მადლობა რომ ტელევიზიაში ხშირად მოვისმენთ და იქნება მისი სპეციალური გადაცემა. კიდევ ერთხელ გვამბობ რომ ბედნიერებაა რომ ყავს ასეთი ხალხი, ძალიან სასიამოვნოა ეს პლანეტარული აზროვნებაა უკვე და ამიტომ ჩვენ ეროვნული და როდესაც ზოგად კაცობრიული ერთდება, აი ამაში გვეხმარება ჩვენ მათემატიკური მოდელირება და ვახერხებთ იმას, რომ ზოგად კაცობრიული და ეროვნული შევაერთოთ და საქართველოს არასდროს ყოფილა ესე იგი დაპირისპირებული რამესთან ყოველთვის იყო იმის მომხრე და ჩვენთან ქართული არასდროს ყოფილა ქრისტიანულთან წინააღმდეგობაში, არასდროს ყოფილა მართლმადიდებლურთან წინააღმდეგობაში და არასდროს არ არის წინააღმდეგობაში დასავლურ ცივილიზაციასთან. ჩვენ წინააღმდეგობაში შეიძლება ვიყოთ ევროპის პარლამენტი თუ რა ქვია იმის იმასთან, მაგრამ დასავლურ ცივილიზაციასთან ეს სხვა რამეა. ჩვენ ვართ სწორედ ეს ხალხი და ბატონი ალეკო ამ თვალსაზრისით არის უნიკალური როგორც იტყვიან ჩვენთვის მეცნიერი და პიროვნება და ვარ ბედნიერი რომ დღეს ერთად ვიყავით და დიდი მადლობა ამ ბედნიერებისთვის. დიდი მადლობა ბატონო. დიდი მადლობა. ეს თქვენ. დიდი მადლობა.